ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი პირველი. სკალარული ფიზიკური სიდიდე რომელი არისო? გვეკითხებიან, ასეთი კითხვა გვაქვს. პირველი ეს არის ენერგია, მაგრამ სანამ უშუალოდ პასუხს გავცადეთ, გავიხსენოთ, რომ სკალარს უწოდეთ ისეთ ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც ხასიათდება მხოლოდ რაოდენობრივად. ანუ აქვს მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობა. ხოლო მეორე ფიზიკურ სიდიდეს წარმოადგენს უკვე ვექტორი, რომელიც ხასიათდება როგორც რომელიც შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც რაოდენობრივად, ასევე მიმართულებას ახასიათებს. რა ენერგია სკალარული სიდიდეა გამომდინარე იქიდან, რომ ენერგიის მიმართულებაზე ჩვენ არ შეგვიძლია საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ საით გავზომავთ რაიმე სხეულის ენერგიას, მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ну ისევე როგორც მაგალითად ტემპერატურაზე შეგვიძლია იგივე ვთქვათ. შესაბამისად ენერგია წარმოადგენს ჩვენ შემთხვევაში სკალარულ სიდიდეს, რადგანაც ხასიათდება მხოლოდ სიდიდით. რაც შეეხება გადაადგილებას, გადაადგილება ვერ იქნება, რადგანაც გადაადგილებას ვეძახით ჩვენ იმ მიმართულ მონაკვეთს, რომელიც სხეულის საწყის მდებარეობას აერთებს საბოლოო მდებარეობასთან. შესაბამისად აქ მიმართულებას აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება სიჩქარეს, სიჩქარეს ვექტორული სიდიდე არის, რადგანაც სიჩქარე გვიხასიათებს კოორდინატის ცვლილებას გარკვეულ დროში, შესაბამისად საით იცვლება კოორდინატი სხეულის. ამას მნიშვნელობა ენიჭება გულისხმობთ იმას, რომ საითკენ მივდივართ რა სიჩქარით, რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სიჩქარეს ვექტორული სიდიდე არის და სკალარს არ წარმოადგენს. ვაჩქარება არის უკვე სიჩქარის ცვლილება გარკვეულ დროში და დროის ერთეულში შეცვლილი სხეულის სიჩქარეა და ამიტომ სიჩქარე თუ ვექტორული სიდიდეა, მაშინ მისი ცვლილებაც ვექტორული იქნება და იმპულსით შეგვიძლია ვთქვათ იგივე, იმპულსი არის მასისა და სიჩქარის ნამრავლი, შესაბამისად მასა სკალარი არის, სკალარს თუ ვექტორზე გავამრავლებთ, ვიღებთ იმპულსს და ვექტორის სკალარზე რიცხვზე გამრავლება ვექტორის ბუნებას თვითონ ამ ობიექტს არ უცვლის. ამიტომ იმპულსი წარმოადგენს ვექტორულ სიდიდეს და გვრჩება მხოლოდ ენერგია, რომელიც რა თქმა უნდა სკალარული სიდიდეა.